მოგესალმებით ხალხო, გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ უფლება დამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი ნიკა ჟავანაძე, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან საინტერესო და მეცალსგრიტყვის სენსაციური პრესკონფერენცია ჩაატარეთ ბატონ ნიკა და დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, გითხარით რა ხდება, რა დღეში ვართ, რა სიტუაციებია საქართველოში. მადლობთ მოწვევისათვის ბატონო დავით. თავდაპირველად სანამ სენსაციამდე და ექსკლუზიურად პირველად თქვენთან ვიტყოდე ინფორმაციას, რასაც ჩვენ ფლობთ, მინდა დღევანდელი პრესკონფერენციის თემას შევეხო, ანუ ამ საარჩევნო, წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევას ეხება ეს ყოველივე, კერძოდ საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის პირველ ნაწილს. ისე აურაცხელი ზარები შემოდის ჩვენთან ოფისში, სადარბაზოებში, ლიფტებში არის გამოკრული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა და ამ ხალხს გონია ახლა რეალურად რომ ეს დაშვებულია კანონით და რაღაცა ვიღაცისგან ნებართვა აღებული აქვს და სინამდვილეში კი ეს არის დარღვევა. საარჩევნო კოდექსის დარღვევა, ვინაიდან აქ ესე იგი, როდესაც ეს ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფილოს მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. და არავის იქ თანხმობა არ მეუცია, ელემენტარულად უნდა შემდგარიყო ბინად მესაკუთრეთა ამხანაგობის გარკვეულწილი კრებები და უნდა მიიღოთ მათ ერთობლივად ეს გადაწყვეტილება. ამათ უკაცრავად ეს კანონი მე ზუსტად არ ვიცი და მაინტერესებს. აი ამ კოოპერატივის გამგეობა რა უნდა გადაწყვეტოს რომ ყველამ გააკრას თუ მარტო ერთ? არა, იცით რა ბატონო დავით, აქ უნდა შემდგარიყო. თავმჯდომარეები ხშირად ნაცმოძრაობის, ესე ვთქვათ, შევონირებულ რაღაცა ეძახიან იმას, რა კოორდინატორებში შედიან. ამხანაგობის, ანუ აქ უნდა ერთზე უნდა გაიცეს თუ ყველას? არა, აქ თითოეული ინდივიდუალურად ამხანაგობები არის შექმნილი ყველა კორპუსში, უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, უნდა მოიწვიოს ეს კრება და თუ კი ის სარდაფი, ის ლიფტი, ის სადარბაზო არის თანასარგებლობაში, ყველა მესაკუთრის, ყველა ვინც ხურობს იმათია და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება 2/3 უნდა მიიღოთ, ამათმა კი ეხლა ესე იგი დანიშნული ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ამხანაგობის თავმჯდომარეებმა ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება გააკრეს ეს სააგიტაციო მასალები, რითაც დაიღუღა საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის პირველი ნაწილი და დღეს ჩვენ მოვუწოდეთ კიდევაც მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ დღესვე ჩამოხსნან ეს საარჩევნო მასალები, სააგიტაციო მასალები, თუ კი არ შედგენილა მსგავსი ოქმები, მათ არ გამოუხატიათ მსგავსი წინადადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან უკვე მართლა ამაზე ზენათ იქცა. ესე იგი, სადაც არ უნდა შეხვიდე ლიფტებში ყველგან, ეხლა აქამდე ყოველ სიტყვაზე სამარშრუტო ტაქსებზე იყო გამოკრული ავტობუსებზე. კარგი, ის კერძო მესაკუთრეა დართონება, მაგრამ აქ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე და ჩვენ ახლა უწყებათა შორის კომისიას გადაუგზავნეთ ეს მასალები, ახლა სიმართლე რომ გითხრათ, აქ ამ კომისიის ასი ჩვენ ვერ გავიგეთ, რამდენი დარღვევებზე შედის მასალები და რეაგირებას არ ახდენს, უბრალოდ ეს არის რაღაც ბუტაფორია, წინა ეს იქონდა ჩვენ შეტანილი ბეშუმსა და დიდგორთან დაკავშირებით, აშკარა დარღვევები იყო და სამწუხაროდ რეაგირებას ვერ ხედავ და დიდი იმედი არა გვაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგს დავინახავთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა თბილისის მოსახლეობას ვუთხრა, რომ თუ კი თქვენ ხართ შეწუხებული იმით, რომ თქვენ სადარბაზოებში, ლიფტებში არის გამოკრული ნაციონალური მოძრაობის, ან სხვა რომელიმე პარტიის, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი საბედნიეროდ რა გითხრათ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ სააგიტაციო მასალები არის გამოკრული, თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს ჩამოხსნათ. რა ფორმით როგორ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვინაიდან თუ კი ეს თანხმობა არ არის გაცემული თქვენს მხრიდან და ერთპიროვნულად არის გადაწყვეტილება მიღებული, დღესვე შეგიძლიათ ჩამოხსნათ, რომ ეს არის საარჩევნო, ესე იგი წინასაარჩევნო სააგიტაციო წესების დარღვევა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მიუძღვნით პრესკონფერენცია, რაც შეეხება ბატონო დავით ამ სენსაციურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ და ექსკლუზიურად დღეს თქვენთან გავაჟღერებთ ამ ინფორმაციას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაციონალურ მოძრაობამ დაიწყო ზონდერების, ეგრეთ წოდებული ზონდერების მობილიზება ლებარდეში, სქურში და ამის მასალები და კადრებიც გავცელდა და ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ მსგავსი ზონდერ ბრიგადების წვნები დაიწყო წნორში, კახეთში და ესე იგი აქ არის უკვე ესეთი რაღაცა, რომ მოქალაქეების გარდა თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც უწევენ აქ გარკვეულწილად წვრთნებს კოორდინირებას და ყველა ესე იგი თანამდებობებით ვიცით, დიახ, ეს სხვადასხვა მათ რომ გონიათ, რომ ესე კარგად აქვს დაწყობილი საქმე, თლათმასი არ არის, იმიტომ რომ ჟონავს ინფორმაცია მათი კულუარებიდან და ბატონ მიხეილს რომ გონია, რომ ისეთი ერთგული საკავ თვითონ ეს ხალხია აღშფოთებული აი ამ ქმედებებით, რასაც ახორციელებენ. რას ახორციელებენ? ეხლა აქ არის რამდენიმე გეგმა
გეგმა აქვს აწყობილი ამათ. ანუ რეალურად ეხლა ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი, ეხლა დაცვის პოლიცია რატო არ გადაყვანილი ვერ გავიგე, მაგრამ ნუ რეალურად ემზადებიან იმისათვის, რომ წინა არჩევნების შემდგომ გარკვეული იქ რაღაც გაუგებრობას ან გამოსვლებს თუ ექნება ადგილი და ეს ხალხი პროტესტს გამოხატავს, თქვათ არჩევნების გაყალბების გამო ან თქვათ რაღაცა პროტესტი იქნება, ან გავსი მუხტი იქნება, ან ხალხს ჩანერგავენ იქ, მოაწყობენ პროვოკაციებს, კარგად გაწვრთნილი იქნება, კარგად ორგანიზებული, ვინაიდან ეხლა მსგავსი ეხლა ტყეღრეში მის ჯარის მიყვანას რა უცილებლად იქ ჯარის ერთად იწვრთნება, ამიტომ ესეთი ტიპის დამსჯელი, ანუ ზონდერების შეკრებები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იმართება იქ ტყეღრეში, რომ მოქალაქეები ჩართონ ამ საკითხში და შემდგომ თქვა რომ აი გარკვეულწილად მეც გამიგია, ახლა მეც უყურებს კურსში რო არიან. ეს ადამიანები შეერაღებულები არიან თუ არ არიან? თუ შეერაღებული არიან, სატაბელო იარაღი აქვს თუ არა აქვს. თქვენ ბრძანეთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობს ამას. ეს მფარველობა ოფიციალურია, არაოფიციალურია. სენსაციური კი არა, ეს არ საგიჟეთი თუ ესეთი ამბავი ხდება. რა უნდა დგას ოთხეში? ხო არსებობს ოფიციალური ყაზარმები. გამაგებინეთ რასთან გვაქვს. იცით რაში ასაკმე, იქ იარაღის ესე იგი ხმარებაც ისწავლება, იქ ისწავლება სპეციალურად როგორ დაიშალოს მიტინგები. სავარჯიშო ესე იგი პროგრამა არსებობს ამისათვის, რომ აი სპეციალურად რეზერვისტები არიან თუ ვინ არიან? ეს არის, იცით რა, რეზერვისტები რო იყვნენ ტყეღრეში და იქ რაღაც დამალულად და დაფარულად არ იქნება. ეს არის აი მხედრიონის ტიპის ორგანიზაციები, გარკვეულწილად, რომლებსაც ექნება დავალება მიცემული, რომ შემდგომში იქ გარკვეულწილად არეულობა შეიტანონ, თქვათ, რაღაცა ოპერაციები. ერთად გამარკვიეთ რა, მაბადეთ მე მართლა ვერ ვერკვევი ამ დეტალებში. აი მათ გითხრეს თქვენ, აი თქვენ ბრძანეთ რომ სენსაციური მათ თქვეს რომ საერთო დავალებები გვაქვს გაცემული. ეს თვითონ მოსახლეობიდან მოდის ეს ინფორმაცია და თვითონ ამ თანამშრომლებიდან მოდის. ხო, ნუ აი მათი რაჟონავს, რა ზონდერების კურსით შეიძლება დავარქვა. ერთმანეთს ეუბნებიან, იყავი იმ ზონდერების იმის გავლაზე. ეს თვითონ უკვე ეს გაშიფრული არის ეს სქემა, იმიტომ რომ ეს არ ეხა ჩვენ შეიძლება წნორში აღმოვაჩინეს ეს ფაქტი და არ არის გამორიცხული ესეთი ბაზა ავტომატურად გურიაშიც იყოს. თან რაიონებში ძალიან დიდი შიშია, თქვენ კარგად მოგეხსენებათ მოსახლეობაში და მე ალასანიამ რო თქვა რომ რაღაცა იქ იმის სცენარის არისო ესო რა ქვია ძალიან გაუკვირდა, აბა რა სცენარია ეს, როდესაც ესეთი რაღაცები ხდება და იცით რა ძალიან ისეთი სუნი მცემს მე ლიბიის სცენარის სუნი საქართველოში, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სააკაშვილი გამოდის და იძახის რომ ჩვენ არაფრის დიდებით არ გადავაბარებთ ხელისუფლებას, ამ აშენებულ ქვეყანას ხვას, ამასთან ერთად იძახის იმას რომ ადრე თუ ვიგებდით იმაზე უფრო დიდი ანგარიში უნდა მოვიგოთო, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ როგორ შეიძლება დღევანდელი ეხლა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ნაციონალურმა მოძრაობამ უფრო ისეთი შედეგი აჩვენოს იმაზე უკეთესი, როცა ესეთი მუხტი არის საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე აი ამ ზუსტად აი მეთოდებით, ამ ძალისმიერი მეთოდებით ისინი ცდილობენ ამ მსგავსი ღონისძიებების გატარებას და ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია. ეს უკანონო არის. რა თქმა უნდა, უკანონო და მე ხა ჩვენ ამის თავზე სახალხო დამცველის აპარატსაც და მე ტელევიზიებს მინდა უთხრა რომ მე ხა მივიდნენ იქ არის წნორში და იქ არიან ესენი განლაგებული და გადაიღონ. ეხლა სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს ეხლა ვიდეოზე ხა ტექნიკური აღჭურვილობა იმისი რომ ამის გადაღება მოვახდინოთ და ეს არის თვითონ მათი კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია და სიმართლე რო გითხრათ უკვე ეს ხალხი არის დააღლილი აი ამ პროცესებით იგივე უშიშროებიდან იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროდან უაზრო დავალებებით რომელსაც ისინი რომელსაც აძლევს მათი ხელმძღვანელობა და დღეს ეხლა უყურებდით თქვენთან საინფორმაციო სამსახურში ესეთი სიუჟეტი იყო ახალგაზრდა გამოვიდა და ნუ რაღაცა იქ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მომაყენოს და დაკავებულები არიანო და ესეთი ფაქტები ხშირად გახდება, ანუ ისცენირება იმისა რომ თვითონ ქართული ოცნების მაისურებით ადამიანები ვიღაცებს ძალავენ რაღაცას დაპატიმრებებიც იქნება. ჩვენთან მოვიდა პირადად პიროვნება, რომლის შვილით იქნა დაკავებული იმის გამო, რომ პირიქით მისი შვილის მიმართ იქნა ჩადენილი ძალადობა, როდესაც ესე იგი გალახეს ოცნების ესე იგი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სასტიკად გაუსწორდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ეს ხალხი დღეს ციხეშია და ნუ სამწუხაროდ ვერ ვასახელებ მათ გვარებს, ვინაიდან ხა მშობლები არიან და შეშინიათ რომ მე უარესი არ დაუშავოთ მათ შვილებს და ესე იგი საკნებში ასმერინებენ მიშა მაგარიას სიმღერებს. ეს წარმოგიდგენია თქვენ ესეთ მასთან გვაქვს საქმე და
ეს სიძულვილის ენა კიდევ რომელიც აი ესე გადმოჭკებს დღეს ხელისუფლების მხრიდან ესეც ყოველდღე გაუგებარი არის აი ტელევიზიის საშუალებით ეხა თქვენც ხშირად ხედავთ ალბათ მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერაც გამოდის ტელევიზორში არ შეიძლება რომ რაღაცა ბრუნვაში არ ახსენოს ოპოზიცია ფაქტია ეს რომ ანუ ეს ესე წვრთნები ლებარდეში გურში ზონდერში ზონდერები რომლებიც გადიან წორში აი ამ წვრთნებს ემსახურება იმას რომ იქნება მტრის ხატი პუტინის აგენტები ჯოჯოხეთის მოციქულები და შემდგომში აი ეს გასწორება მოხდება ამაზე აი ამ ხალხის მიერ რომლებიც ახლა წვრთნებს გადიან და ესენი არიან მხედრიონის ტიპის ორგანიზაციები რომლებიც ტყეში არიან განლაგებული და ჩვენ უნდა გავიწყდება იქ ჯარში რა ხდება იქ პოლიციაში რა ხდება მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ არ ამგონია დღეს ქართულმა კაცმა იარაღი აღმართოს ქართულზე და მოხდეს ის რაც რა ვიცი ადრე ხდებოდა იმიტომ რომ დღეს უცხო სიტუაცია იმიტომ რომ იმათაც ოჯახები ყავთ იმათაც უყვართ სამშობლო და არ ამგონია თან აი მე არ მინდა ახლა შეგნებოდა დავასახელო ის ხალხი მაგრამ ბატონო მიხეილ ზუსტად ის ხალხი ხდება უშიშროების სამსახური და თქვენ რომ დაგადებენ ბორკის უახლოეს ხანში იმიტომ რომ თქვენ რომ გონიათ რომ ეს ხალხი რეალურად ფანატურად თქვენზე არის შეყვარებული ასე არ არის იმიტომ რომ ეს ხალხი არის პირველ რიგში სამსუბლოზე შეყვარებული ხალხი და თქვენ რომ გონიათ რომ ესე არის თვათ მასეც არ არის საქმე არის იდიკა ყოველ შემთხვევაში ახლა მე თქვენი პოლიტიკური შეფასებებისაგან დისტანცირებას მოვახდენ მე უფრო რაღაცა ესეთ ამდე მივიდეს საქმე მაგრამ თვითონ ის რაც თქვენ ბრძანეთ რომ წონოლის დღეშიო კაცვაცივ და ახლა სიცივია არ არის სწორი და კარგი რომ დღეებში ყავთ ხალხი თუ ყავთ მართლა არა ბატონო დავით ეს დადასტურებული ფაქტია ხა შეუძლიათ იქ ხა რა ვიცი ხა სადაიმალებენ მიწის ქვეშ ვარ ჩავლეთ სპონდერები არიან ფედერაციები არიან საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ჯანმრთელობაზე ხო უნდა იზრუნონ როგორ შეიძლება ეხლა ძალიან ჩაერთო კიდე ეხლა ჩვენ იცით რა არის ხა სამწუხაროდ გვიხდება ესეთ თემებზე ლაპარაკი შეიძლება ცოტა მკაცრი შეფასებებიც ხდება ჩვენს მხრიდან მაგრამ რეალურად ეხლა რაც არის რეალობა იმაზე უნდა გავაკეთოთ ჩვენი აქცენტები ეხლა ძალიან კაცრად ჩაერთო სადამსჯელო ღონისძიებები სკოლებში ფაქტურად ათავისუფლებენ განსხვავებული მწამსის განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური მწამსის ადამიანებს რამდენიმე ფაქტი მოხდა ეს და ჩვენ დაწყებული გვაქვს ამაზე უკვე მოკვლევა აგრეთვე სხვადასხვა ესე იგი საჯარო სამსახურებში ხდება დათხოვნა და მათ მაგივრად ხდება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ჩანაცვლება დღეს სამწუხაროდ აი ესეთი ფაქტები ხშირია და ხელისუფლებას გონია რომ აი ამათი აი ამ რეპრესიული მანქანით ყველაფერს გადაფარავს და აი ეს რაღაც მოჩვენებითი აღმშენებლობა რომელიც მიდის დღეს ეხლა გაახსენდათ მათ სოფელი ეხლა გაახსენდათ ქალაქი გავკოუწვეთ შედეგს გამოიღებს ეს ესე ვერ იქნება დღეს ეხლა აი მე ძალიან კარგი ხარ არც ერთი მშენებლობის წინამდეგი არა ვარ ბატონო დავით ეხლა პუშკინის გამოვიარე იქ რაღაც მშენებლობები დიახ ანუ ეგ და იცი რა არც ერთი მშენებლობის წინამდეგი არა ვარ მაგრამ გერმანელ ტყეებს არ უკეთებდნენ იმას რასაც ესენი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებენ ესე იგი საშინელ დღეშია ეს ხალხი ფაქტურად დასვენების საშუალება არ აქვს იმის გამო რომ მოესწროს უნდა ყველაფერი 1 ოქტომბრამდე არ შეიძლება ესე იცით რა ხალხი იყო ეხლა რა თუნდა ადამიანს ისეთი ფული თუ კი მოკვდება ელემენტარულად 900 ლარის გამო ელემენტარულად საშინელ დღეში არის საჩვენს ეს თემა ძალიან კარგად იცი საბჭოთა კავშირის დროს ყველა გერმანელი სამხედრო ტყვე ვინც მუშაობდა საბჭოთა კავშირში მათზე ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის არსებული შრომის კოდექსის ყველა მუხლი ოფიციალურად გეუბნებით ამას მე შესწავლილი მაქვს 8 საათიანი სამუშაო დღე ვრცელდებოდა მათზე დასვენების დღეებიც ვრცელდებოდა მკურნალობაც ვრცელდებოდა და დამარცხებულად აჩვეულებრივი რაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს უფლებები ჰქონდათ ის ვრცელდებოდა და საჩვევის ცნობილი ფაქტი არის რომ ვინც გამოიჩენდა შრომაში დაუშვათ რაღაცა იმას წამახალისებლად ეს ადამიანები თბილისის ოპერაში დაყავდათ ეს დაანამდვილებით კი ვიცი და საღამოობით ესე იგი მთელი ეს ისა პარტიაში იჯდნენ თბილისელები და იდეებში რა ქვია იმას და მოვისწრა ამ ეს ბალკონებზე ეს გერმანელი ტყვეები ფორმებში გამოწყობილები იჯდნენ და უყურებდნენ ოპერის ოპერაში წარმოდგენილ პიესებს და რაც თავარი არის აი თუ კი დაუშვათ თქვენ თვლით რომ აქ მათი შრომითი პირობები ირღვევა შეიძლება გადამოწყვდეს მათ შორის ხელშეკრულება 8 საათიან მუშაობის შემდეგ თუ ესენი მიაღწევენ რომ დაუშვათ იგრას კოეფიციენტები 1.5-იან 2 განაზღაურება მიიღონ ეს მათივე საქმე არის
მე ვფიქრობ, ვერ ჩაერევით თქვენ ეს, რომ მერიამ თვითონ და დააფიქსიროს რა, ესე თქვა, პირობებით აიყვანა ეს ხალხი. თუ აკორდული შრომა არის, თვითონ იქნებიან მოდომებული, რომ მეც ვიცი, მე გვიან მედივარ, აქედან ამეც მუშაობენ ეგ სინათლეები ანთია და თვითონ თუ არიან თანამედროვე იმდენად ძიმე სოციალური მდგომარეობა ეს ქვეყანაში ეს ხალხი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ ხა ჭიათურაში ზესტაფონში როდესაც არიციან ხა ეს ხალხი არიციან ამ ხალხმა რომ სიკვდილზე მედია იმიტომ რომ ისეთ გარემოში უწევთ ამ ხალხს მუშაობა რომ სიმსივნური დაავადებები გარანტირებულია რა უნდა ხა როდესაც ოჯახი აქვს არჩენ და ეს ხალხი ხა მშვენივრად კარგად იცის რომ ძიმე მდგომარეობაში რასაუბრად მემარცხეთ მერიის აპარატს ეს ხალხი პირველად ამ ხალხმა უნდა გამოთქვა ბატონო დავით პროტესტი რომ აი ესეთ მდგომარეობაში უწევთ ყოფა მაგრამ ხომ გეუბნებით ეს ხალხი დღეს იმდენად ძიმე მდგომარე ქვეყანაში არის ძალიან ძიმე სოციალური მდგომარეობა დღეს ეხლა ეს ხელოვნურად გაზრდილი რაღაც სამუშაო ადგილებით და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მართლაც რომ რეალურად დღეს ხდება უფრო მეტი ხალხის დასაქმება ელემენტარულად ეს დასაქმების სამინისტრო შეიქმნა მაგრამ ეს არის ხელოვნურად იმიტომ რომ დამთავრდება თუ არა არჩევნები იმიტომ რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ქმნის სამუშაო სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ეხლა ბიზნესი სულს ღაფავს, იმიტომ რომ იმდენი ფულები შეწერვა მიდის, აი ამ ზუსტად გზების გაკეთებაზე, ამ მშენებლობაზე, რომ შემდგომში ამის თავის შედეგებს გამოიღებს. ეს ეხლა იმ ბიზნესმენმა არის ის ეხლა 30 კაცი შეუძლია დაასაქმოს თუ 100 კაცი შეუძლია და დღეს ხდება ხელოვნურად აი ამ ხალხის იქ შესასწავლე ესე გეთახმებით შესასწავლე რამდენი საათიანი სამუშაო დღე აქვს იმ ადამიანებს ვინც აი მასე ვოშკინეს ქუჩაზე მუშაობენ. მადლობა მიდაგითხრათ უცხოელად გეუბნებით ნიკა ბატონო როგორც უფლება დამცველთა გაერთიანება საინტერესო თემებზე მუშაობდა წარმატებებს გისურვებთ. დიდი